უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ანტიტერორისტული ოპერაცია იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ტერორისტები მძევლებს გაათავისუფლებენ და იარაღს ჩააბარებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინული არმია ქვეყნის აღმოსავლეთში წარმატებით მოქმედებს. სამხედროებმა ქალაქ სლავენსკში ტელიანძის მიმდებარე ტერიტორია გაათავისუფლეს, ხოლო კრამატორსკში მათ პრორუსი სეპარატისტებისგან ბლოკსაგუშაგოები გაათავისუფლეს. დონბასელმა მიამბოხეებმა კი თავის მხრივ უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს. მათი განცხადებით, თუ 24 საათის განმავლობაში უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში დაკავებულ ბლოკსაგუშაგოებს არ დატოვებენ, ისინი მათ წინააღმდეგ ოპერაციას დაიწყებენ. ანტიტერორისტული ოპერაცია უკრაინის მოქალაქეთა დასაცავად ხორციელდება და ჩვენ მას მომავალშიც გავაგრძელებთ იმ პირების მიმართ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ იარაღით იბრძვის და ხალხს ხოცავს. ანტიტერორისტული ოპერაცია იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ტერორისტები მძევლებს გაათავისუფლებენ და იარაღს ჩააბარებენ.